სად მიდის ეს კორუფციული ფული? ქართული ოცნების მომხრეებს მინდა ვუთხრა, ჩემო კარგო ხალხო, ნუ გონიათ, რომ ეს ფული, მოპარული მილიონები და გათეთრებული მილიონები თქვენ მოხმარდებათ და ბიუჯეტში წავა და მოხმარდება რაიმე საჯარო ინტერესს, სკოლას, უნივერსიტეტს, ჯანდაცვას, განათლებას. არაფერი ასეთი. იმიტომ რომ ამ დაჭერილი ხალხის მხრიდან ფულის დაბრუნების სამართლებრივი გზა არ არსებობს. კანონი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ მივადგებოდით, პროკურატურა მიადგებოდა და ამ ფულს ამოიღებდა, ესეთი კანონი არ არსებობს. სადმე გაგიგიათ, რომ ადამიანმა მოიპარა მილიონობით ლარი და ეხლა ჩვენ ამ ფულს ამოვიღებთ და ბიუჯეტში დავაბრუნებინებთ. რამე ასეთი გაგიგიათ ბოლო დროს? არ გაგიგიათ. არ გაგიგიათ, იმიტომ რომ ამ ფულის დაბრუნებას ბიუჯეტში ხალხისთვის არავინ არ აპირებს, ჩემო საყვარელო ხალხო. ეს ფული ამ ხალხის დაჭერის არსი არის, რომ ეს ფული უნდა წავიდეს სხვაგან. მე მაქვს ეჭვი სად უნდა წავიდეს, არც ბიზინა ივანიშვილთან ცოტა უფრო სხვაგან და მასზე უფრო ზევით და ამაზე ცალკე ვიტყვი. მაგრამ ეს ფული ხალხთან არ